პაპა ჩემთვის ცოცხალია არა ფიზიკურად, არამედ იმ საქმიანობით, რომელიც ეს გრძელდება. საზოგადოება არსებობს, ფსიქიატრთა კოჰორტა არსებობს, მეცნიერება არსებობს, კომუნიკაცია არსებობს და საქართველოს რაღაცა თავისი პატარა წილი ამაშიც აქ შექონდა, შეაქვთ და გააგრძელებს ამასაც კი. ერთ-ერთი მომენტი არის, რომ როდესაც პაპას არქივს ნახულობდით და ეს არქივი მთლიანად ოჯახმა ვაჯობხეთ ჯავხიშვილის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას თავის მაგიდით, სკამებით და ყველაფრით, ოჯახმა ჩავთვალეთ, რომ ის რაც სახლში დევს, ის მკვდარია. ხო, ის რაც მუზეუმში დევს, ის უფრო ცოცხალია და არ შეიძლება რომ მე სახლში მედოს მის წერილები და მარტო მე ვკითხულობდე. ჯობია იყოს მუზეუმში, ამიტომ ჯავხიშვილს დიდი მადლობა. და აღმოვაჩინე იმ წერილებში, როდესაც ვალაგებდით. წერილი, სადაც ნობელის პრემიის წევრთა შორის იყო, ვინც აძლევდა რეკომენდაციას შეიძლება თუ არა ეს ადამიანი გახდეს ნობელის პრემიის ლაურეატი. ბატონი ავლიპი აძლევდა რეკომენდაციას. ერთ-ერთი რეკომენდატორი საბჭოთა კავშირის დროს მაგ ნანახე წერილი, სადაც წერია, რომ ბატონო ავლიპ ჩვენ გვაქვს რაღაც ამ ვის გვირჩევთ და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესოა. ეს იმდენად საინტერესო იყო, რომ არასდროს თვითონ ეს არ უთქვია, არასდროს მეც არ ვიცოდი, იმიტომ სავარაუდოდ დაფარული თემა იყო და ჩვენ ეს არ უნდა გწონთ. ისე რამდენი რაღაცა იქნება დაფარული და რამდენი რამე ეცოდინებოდა. რამდენი რამე ეცოდინებოდა. რა თქმა უნდა.